დიდ პარასკევს, რომ საჭიროა, რათა ქრისტეს საკურველი ვნებები მუდამ გავიხსენოთ და განვიცადოთ. ძმანო და მამანო, ვინ არ შეძრწუნდება ან ვის არ გაუკვირდება საღვთო განგებულების სიხმე, რომელიც დღეს კაცმოყვარებით აჩვენა. როგორც გვესმის, რადგან აი ახლა ყველას შემქმნელმა თავისი სიტყვების სიმდიდრე არ იკმარა და კაცობრივი ბუნება შეიმოსა, რომელმაც ცაღრუბლებით შემოსა და ძეხვთისა ქალწულის ძედ იწოდა. რათა ხრწნილება მოგვაცილოს და საღვთო შვილობის მადლი მოგცეს. ურჯულოთაგან გაშიშვლებული იკვემა და დასჯილთა განმათავისუფლებელი, როგორც ურჯულო, სასიკვდილოდ დაისაჯა და ზეციერთა, მეწიერთა და ქვესკნელში მყოფთა მეუფემ ტანჯვის ყველა სახე სულგრძელად დაითმინა. უღმერთო მებრძოლთა კრებულმა, ამაო და უგუნური მთავრის, პონტელი პილატეს მზაკრული დარწმუნებით, დიდების უფალი როგორ აცვა ჯვარს. მაგრამ ჰოი ყოველთა შემოქმედისა და ღმერთი მეუფრის გამოუთქმელ სიბრძნესა და სიკეთეს. ასე რომ სათქმელი რაღა გვექნება, თუ კი კვლავ ქვეყნიურ გულისხმებში ვიცხოვრებთ და გვეყარება ისინი, თუ კი არ შევიყვარეთ უფალი, მეუფე და ყველას შემქმნელი, რომელმაც იმდენად შეგვიყვარა ჩვენ, რომ საკუთარი სიკვდილით უკვდავ ცხოვრებას გვაზიარა. რამე თუ სასყიდლით სყიდულ ვართ, არა განხრწნადითა და ოქროითა და ვერცხლითა, არამედ სისხლითა უბიძოითა, ვითარცა ტარიგისა საღვთოისა, როგორც ვიგებთ მოციქულისგან. გავიაზროთ ეს ძმებო, მოვისმინოთ, შესაფერისად დავინახოთ და მადლიერებით ვაქოთ, რადგან უფალმა ამაზე თქვა სახარებაში, რომელსა ასხენ ყურის სმენად ისმინენ, ხოლო როგორც ურიებმა დაიხშეს ყურები, მათნაირებზე წინასწარმეტყველი წინასწარ ამბობდა. მოცა მათ ღმერთმა სული მწუხარები, საიდა თვალნი, რაითა არა ხედვენ და ყურნი, რაითა არა ესმოდის. ხოლო ჩვენ ყველაფერი სიფრთხილით და გააზრებით მოვისმინოთ. როცა წმინდა სახარებიდან და სამოციქულოდან გავიგებთ და არა უპატიოდ და გაუაზრებლად, რათა ჩვენზე ადრინდელ ნათქვამთაგან თქმული არ აღსრულდეს და სულის სიბნელე მარადიული ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის შემძენი, არამედ უფრო მეტად წერილის მიხედვით თქმის შემძლენი გავხდეთ. სწავლამან უფლისამან განახვნა სასმენელნი ჩვენი. ვინც ამგვარად მოისმენს, ის გაიგებს, მობიერი გახდება, განიწმინდება, ყველაზე მეტად გამხიარულდება, როცა ქრისტეს ვნებათა შესახებ სიტყვას გაიგებს, რადგან რა უნდა იყოს უფრო მეტად შიშის მომგვრელი და გონების განმაცვიფრებელი. როგორც დღევანდელ დღეს აღსრულებული საქმეები, ღმერთი ჯვარზე გაკრული და აბაზაკთა შორის დასჯილი, როცა უსჯულოთა თანა შეირაცხა, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ. რადგან დაბნელებული მზე, ტაძრის გახსნილი კრეცამბერი, გაღებული საფლავები და აღდგომილი დიდი ხნის მტრები, ყველაფერი ეს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, რადგან როგორც ადამის მიერ ყველანი სიკვდილს გადავეცით, ასევე ქრისტეს მიერ აღდგომასთან და უხრწნელ ცხოვრებასთან მიახლების ღირსნი გავხდით, როგორც შესაცნობი ხისკენ მოურიდებლად გაწვდილი ხელების გამო ნეტარი ცხოვრებიდან გამოვიდევნეთ, ასევე სიცოცხლის ძელზე ჩვენი მაცხოვრის ხვნეთ გაშლილი ხელების გამო კვლავ სამოთხისეული ფუფუნების მკვიდრნი გავხდით და ცათა სასუფევლამდე ავმაღლდით. უნდა იყოს იმდენად ბრწყინვალე და სასიხარულო, თუ კი ამას ვინმე დღე-დაღამე იმეცნებს, როგორც მოციქული ამბობს. არა იგულსა ჩემსა დავიდევ, გარნა იესო ქრისტე და ესეცა ჯვარცმული. და ასევე, ხოლო ჩვენდან უიყოფინ სიქადულ, გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. წმინდა მოციქულები და მოწამეები ამას იმეცნებდნენ და ცეცხლთა და მახვილით იტანჯებოდნენ, რა უმოწყალოდ, ბრწყინვალედ ხარობდნენ. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და მთელი ქვეყნის განცრომა უარყვეს, როგორც რაიმე სწრაფად განლევადი ჩრდილი და როგორც რაიმე უვარგისი ძველმანი, რათა ქრისტე შეეძინათ, რადგან ესმოდათ, რამდენადაც თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, არა დაგიტევეთ თქვენ ობლად, არამედ მოვიდეთ თქვენ და რამე თუ მცირეთხა და სოფერდიესი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქვენ მხედვიდეთ მე, რამე თუ მე ცხოვილ ვარ და თქვენცო ცხოველი ყვენით და კვლავ ამბობს, მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და თქვენ რტონი და თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკვე თუ იქ მოდით, რაოდენსა გამცნებ თქვენ. არღარა გეტყვ თქვენ მონად, რამე თუ მონამან არა უწყის რასა იქ უფალი მისი, არამედ თქვენ მეგობრად გიწოდეთ მე, რამე თუ რაოდენი იგი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ და კვლავ გეუბნებით, რომელნი ეგე დაადგერით თქვენ ჩემთან და განსაცდელთაშინა ჩემთა, მეცა დავდებ თქვენთანა აღთქმასა საუკუნესა, რაითა მარადის ჭამდეთ და სმიდეთ ტრაპეზსა ჩემთანა სასუფეველსა ჩემსა. ეს ყველაფერი და ამის მსგავსი ესმის რა ღვთისმოყვარე სულს არა მარტო უხარი, არამედ გულმოდგინეც ხდება ქრისტეს გამო ყოველდღიური სიკვდილისათვის. ამგვარად ცხოვრობდა რა ყველა წმინდანი ასეთი სურვილით გაცხადა მათი საღვთო ტრფიალი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა შორის, რადგან იერემია ამბობდა, არა დავშორმე შემდგომად შენ დაუფალო და დღისა მესთვის კაცობრივისა მე არა მსუროდა, ხოლო დავითი ამბობს, რა იმივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო მე, სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
და ასევე მოციქული პავლე ამბობს, რამე თუ ჩვენ მოგვენიჭა ღვთისა მიერ ქრისტესთვის არა ხოლო თუ სარწმუნოება იმისი, არამედ ვნება იცა მისთვის. მსგავსადვე იტანჯნენ რა მოციქულები, უხაროდათ მათ, რადგან ლუკა ამბობს, ღირს იქმენ ტანჯვად სახელისათვის ქრისტესისა. ამგვარად თითოეული წმინდანი ქრისტეს მიმართ სამადლობელს ასეთ ხმაზე ღაღადებს და ამბობს. ასე რომ ძმებო, გლოცავთ, რათა ეს ყველაფერი ჩვენს გულმოდგინედ ვისმინოთ და მთლიანად ჭეშმარიტი სიყვარულით შევიყვაროთ ის, ვინც შეგვიყვარა ჩვენ. ყოველი სიკეთისათვის მუდამ ვემადლიერებოდეთ მას, რაც ჩვენ გაგვიკეთა, რადგან ადრევე საცხოვნებლად გამოგვარჩია, ამ მონაზნობის სიწმინდით ცხოვრებასთან მოგვიყვანა და ურწმუნოებთან ერთად შერცხვენისა და მწვალებლებთან ერთად შეერთების ნება არ მოგცა. არამედ მართლმადიდებლური მსახურებისათვის თავისკენ მოგვიწოდა და არა მართალი რწმენიდან შესაძდენად. რამდენია ადამიანური სივერაგითა და საცდურის ხერხით შეცდენილი და მტრის მსაკრობით წარწმენდილი, რამდენი იხოცება სწრაფი შიმშილით, არა პურის შიმშილით, არც წყლის წყურვილით, არამედ საღვთო სიტყვათა შიმშილითა და არ მოსმენით, როგორც დაწერილია. ხოლო ჩვენ მოგვემადლა როგორც ერთთავად მოძღვრებისანო ვაგით სავსე ტრაპეზი, წმინდათა წმინდა, ყოველივე სხვადასხვაგვარი აქეთა თუ იქითა მხრიდან, როგორც სიტყვის რაიმე განსაცხრომელი, როგორც რაიმე ოქროს გამორჩეული ფიცრები, სვეტები და მშენებლობის ყველა საჭირო ნივთი, ტაძრის ბოლომდე ასაშენებლად და ყოვლა წმინდა სულის სიტყვები, გონებისა და სულის მთლიანად დამატკბობელი, რის გამოც მოციქულთან ერთად თქმის დროა. უკვე თუ ღმერთი ჩვენ გერძო არს, ვინ არს ძვირიც ყოფილ ჩვენ და რომელმან იგი ძესაცა თვისსა არა ხრიდა ჩვენთვის, არამედ ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი სიკვდილად, ვით არ უკვე არამითურთ ყოველივე მოგვანიჭოს ჩვენ, ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღვთისათა, ღმერთი არს განმანათლებელ, ვინ არს დამსჯელ ქრისტე იესო, რომელი მოკვდა ცოდვათა ჩვენთათვის და აღდგა განმართლებისა ჩვენისათვის, რომელი არს მარჯვენით მამისა ღვთისა, რომელი მეოხარს ჩვენთვის. როგორც ღვთისა და მამის მიმართ, ვინც შეუძრავთ სათასასოფლოს მოგვანიჭებს, რადგან მისია დიდება და დიდო ჩვენიერება, სიმტკიცე და ძლიერება, მამისა თანა სულით წმინდით ურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.